Მეტად მეტი ადამიანი მოდის ახლა იკრიბებიან მრგვალბაღში, როგორც უკვე ვთქვი, არაერთგზის, ამის შემდგომ გაიმართება მარში პარლამენტისკენ, თუმცა აქ მყოფი ადამიანები აქცენტირებენ იმაზე, რომ გვენცაძისნაირი ადამიანების დაკავება კიდევ უფრო მეტად ახდენს იმის დემონსტრირებას, თუ რამდენად დაშორდა ქართული ოცნება დემოკრატიას და რამდენად უკვე დიდი ხანი ამაზე საუბარიც კი ზედმეტია. ახლა ჩემთან ერთად არის გია ჯაფარიძე. ბატონო გია, სხვა შემთხვევაში წარგადგენდით როგორც პოლიტოლოგს ან როგორც პოლიტიკოსს, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენ ხართ პატიმრის ძმა და სინდისის პატიმრის მეგობარი. რას გეტყვით ამ მოცემულობაზე? ამ რეალობის წინაშე დააყენა ქართულმა ოცნებამ სრულიად ქართული საზოგადოება. რამდენიმე სიტყვა უთხარით საზოგადოებას ნიკაზე იმ ადამიანებს, რომლებაც მისი პიროვნების შესახებ არიციან. ნიკა ეხლა მეტი ალბათ ვიდრე მეგობარი, ალბათ 40 წელზე მეტი მის მეგობრობა გვაკავშირებს ზურას და ნიკას და მე ჩვენი მეგობრები ჩვენ რაღაცა საერთო მეგობრებად იქცნენ. მე ნიკას ბრალი ედება რაღაც სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობასა და ძალადობის ორგანიზებაში. ანუ არ ვიცი ხა ამ ადამიანს ვინც იცნობს და ბევრი ადამიანი იცნობს, აი ყველაფერი შეიძლება არ ვიცი მოიფიქრო ნიკაზე, მაგრამ აი ის რასაც ბრალს დებენ, ეს არ ვიცი აი ყველაზე უფრო უარესი კოშმარის სფეროდან არის. ეს ადამიანი მე არ ვიცი ამაზე მშვიდი ადამიანი, მე არ ვიცი ამაზე კაცთმოყვარე ადამიანი, მე არ ვიცი ამაზე გაწონასწორებული ადამიანი და ასეთიც იყო გუშინ სასამართლო პროცესზე. ძალიან სიმბოლურია, რომ გვალბაღში არის ეს შეკრება, რომელიც ნიკას მეგობრებმა დააორგანიზეს, იმიტომ რომ აი ამ ქუჩაზე დაიბადა და აქ არის გაზრდილი და აი აქ ვერ იპოვით. აი ამ ქუჩაზე ხო სადაც არ უნდა გაიაროთ, არ ვიცი, ვიდრე ვაკე საბურთალოს გზის დასაწყისამდე და იქითაც ვერ იპოვით. ამდენ მის ნაცნობში ერთ ადამიანს ვერ იპოვით, რომელიც იმას ცუც კი არა. ისეთ სიტყვას გეტყვით ნიკაზე, რომელიც მას კარგად არ დაახასიათებს. ცუც არავინ არ იტყვის, აი ნეიტრალურსაც არავინ არ გეტყვით. ყველა გეტყვით მხოლოდ კარგს. აი ნიკას გავს ადამიანს რომ ამბრალდებით ციხეში გამოამწყდე, ხო? ეგ არ სხვა არაფერია თუ არა აი საბჭოთა რუსეთის კიდე უფრო უარესი ვარიანტი, იმიტომ რომ მე მგონი იქ კიდე რაღაცა წესი თუ რაღაცა ზღვარი თუ რაღაცა კოდექსი რაღაც ჰქონდათ. აქ ამაც აი საერთოდ არაფერი. ესენი არიან არა ადამიანობის იმის კიდე ზღვარს მიღმა. ნიკა არის ჩვენი მეგობარი, ნიკა არის მართალი ადამიანი, მხნედ და შეუდრეკელად ისმენდა იმ სიგიჟეებს, რასაც გუშინ პროკურატურა მის მიმართ ამბობდა და იყო ისეთივე მხიარული და ისეთივე ოპტიმისტი და ისეთივე მტკიცე, როგორიც ის ყოველთვის ცხოვრებაში, როგორიც არის, როგორც ჩვენი მეგობარი და როგორც არ ვიცი ამ ქვეყანაზე უზომოდ შეყარებული ადამიანი და ამ ქვეყნის ძალიან კარგი მოქალაქე. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა უსმენდით გია ჯაფარიძეს, რომელიც ახლა ამ შემთხვევაში აქ არის როგორც ნიკა გვენცაძის მეგობარი. დღეს საპროტესტო შეძახილები მოიცავს ვაკეს და როგორც უკვე გითხარით, ამის შემდგომ მარში გაემართება დედაქალაქის მთავარი გამზირისაკენ და ის დასრულდება პარლამენტთან.